მოხდა კიდევ ერთი სენსაციური ამბავი. მესამე კურსი, არა, მეორე კურსზე ვიყავი ინსტიტუტში და არა ვარ ინსტიტუტში და ხორავა იყო ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი. ივი სად არის? იკითხა. ავათ არის. იმე რა სჭირს კაცო მე რო ვკითხე. არა ყოფილ ხართ არავინო. გაისუსა სუყარა. არა გწვენია თუგას. სამიყვანეთ სახლი ვინიცითო და მომაკითხა ვერაზე აგაგი ხორავა. მთელი უბანი ფეხზე დადგა. ჩვენ ბიჭთან ხორავა მოვიდა და ეზოდანაც მქონდა შესასვლელი და ზემოთ ახლა კოსტავას ქუჩა, ლენინის ქუჩა იყო. იქიდან ეზოდან რომ შემოხვიდით კიბეებით თუ ნამოსული ყავი ზევით. ამოვიდა ყურება აქეთი. გარეთ შეხედა, არა საკეტი არა ესეთ ჩამოსარდა. კაცო, ბიჭო, კარებს არ კეტავდა, არა მე ვთხარი დუნოხარი. რა თუ ვინმე შემოიტანს რამეს თორე. რა უნდა წაიღო მე ვთხარი და მე რა თმინდა გასაკეტი. გასაღებს ადვათრი. ესეთი მეზობლობა იყო და მეგობრობა და გაუხსნა და რო გამოვიდა, ერთი ნახევარი საათი იყო ჩემთან 40 წუთი. რო გამოვიდა გარეთ, ეზოში თუთის ხე იყო, საოცრად ზღაპრული თუთა. იმის ქვეშ ვაგიდა გქონდა და პატარა ეზო იყო და სუფრა იყო გაშლილი. და გამოვიდა მიხეილ თარხნიშვილი, ცნობილი ძველი თეთრი დუქნების პატრონი და იმ სახლის პატრონიც. ბატონო აკაკიო, თქვენ ისეთი პატივი დაძიეთ ჩვენ შვილს. ერთ ჯეკეთ დაგულოცეთო და სუფრა იყო გაშლილი. დაჯდა 2 საათი იყო.